მე პეტრე ვარ. მიყვარს ჭამა და სიცილი. ეს ჩემი პრინცესა და იკოა. ელენე. 13 წლისაა და ძალიან ჭკვიანია. ეს ჩემი ძმაა ლუკა. ლუკა ძალიან დიდია. მალე სტუდენტი გახდება. ეს ჩემი დედიკოა ანა. ხო ვიცი, მე ყველაზე ლამაზი დედიკო მყავს. ეს ჩემი მამიკოა დავით იმედაშვილი. ამიტომ ჩვენ ყველანი იმედაშვილები ვართ. ჩვენ ერთად ვაშენებთ სახლს. იმედაშვილებმა სახლის მშენებლობა 9 მარტს დაიწყეს. ამ გადაწყვეტილებამდე მივედით ნელ-ნელა, ვიცით, რომ ძალიან დავიტანჯებით ეს უახლოესი რამოდენიმე თვე. თუმცა ვთვლი, რომ ამას დადებითი და ესეთი მომხიბვლელი მხარეებიც აქვს. დათომ პირობა დადო. არ დავზოგავი იქ, სადაც დაზოგვა არ შეიძლება. მაგრამ დათო და ანნა ხარჯებთან დაკავშირებით ხშირად კამათობენ. 500 евро გინდა შენახლა აქ ესე. ძალიან გჭირდება დიდი აუზი. გავაკეთოთ მეტი, მაგრამ დავხარჯოთ ოპტიმალურად. იქაც არ დაიწყო რაღაცა. დაზოგვაზე ორიენტაცია. ძვირია რა. მითხრა. ჯერჯერობით ანა იმარჯვებს. ორივე სლაიდი იყოს. მადლობა. შეხარ ანა მართა. უბრალოდ ფილას მუდამანგრევინებ და ფილას არ დაგანგრევინებ, 3 საფეხური მოუწევს, მოკლე უფრო. კი ბატონო. ფრანგულევანი გვინდა თუ არ გვინდა, როგორ გადავწყვეტ? მე არ მინდოდა, მაგრამ ეხლა რო უყურებ მომწონს. ხო და მე თანხმე იმაზე რომ ცალკე არის მანქანების შემოსასვლელი და ცალკე ის ფეხით მოსიარულთა შემოსასვლელი კარი. რაკი შენსაც არიშლი გააკეთე. ძალიან კარგი, მე ჩემსაც არ ვიცი. ჩემს სულ ერთი. ჩემსაც სულ ერთია. მაშინ რაც არის ეგ არის. კი ბატონო. კაი. და რაღაცნაირად არ მომწონდა, მაგრამ ნუ აი დავეთანხმე, რომ კარგი, მე არ მომწონს, მაგრამ თუ კი შენ თვლი, რომ ესე უნდა იყოს ესე. სახლის ეზოში მიწის მოსწორების სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების შესრულების დროს ეზოში წყლის მილი დაზიანდა. ევრომასტერებმა ჩვეული პუნქტუალობის სწრაფად და მარტივად მოაგვარეს პრობლემა და მილი შეაკეთეს. დავიწყეთ შიდა სამონტაჟო სამუშაოების ჩატარება. ვაკეთებთ ჭერებს, კედლებს ვაპირკეთებთ, ჭერს ვაკეთებთ თეთრი ფილებით, რადგანაც ტენიანობა 70%-ს არ აღემატება. კედლებსაც ასევე თეთრი ფილით ვაკეთებთ. ეგრეთ წოდებული ჭერის პროფილებით ვაკეთებთ გარე პერიმეტრის მოპირკეთებას V623 სისტემით. თავისი დათბუნებით. შიდა კედლებს ვაკეთებთ დათბუნების გარეშე და ერთი კედელი, გარე კედელი კეთდება. ეს არის ფაქტიურად თიხა, რომელიც ახლოს არის მიდგმული კედელთან და ცალი მხრიდან არის მხოლოდ მოპირკეთებული, თაბაში მუყავს ფილები. ტენიანობა არ აღემატება 70%-ს, ამიტომ ყველაფერი კეთდება ჩვეულებრივი ორდინალური თეთრი ფილით. ხოლო ისეთი სათავსოები ჩვენ უკვე ვიცით, რომელშიც ტენიანობა აღემატება 70%-ს, უნდა შესრულდეს მწვანე ფილებით. ასევე თუ გათვალისწინებულია საევაკუაციო დერეფნები ხანძრის შემთხვევაში, მაშინ ასეთი ზედაპირები კეთდება ყოველთვის ცეცხლგამძლე ფილით. ეს მაინც კერძო საცხოვრებელი სახლია,
აქ ისეთი მოთხოვნები არ არის დიდი. როდესაც დიდი ობიექტების საპროექტება ხდება, სადაც მოთხოვნები არის უკვე მაღალი, იქ აუცილებელია ამ ცეცხლგამძლე ფილების გამოყენება და შესაბამისი სისტემების შერჩევა. გავაკეთებთ აკვაპანელის ფილებით მოპირკეთებას ფასადზე. ფაქტიურად ეს ჭერები იქნება აივნების ქვემოთ და იქნება საბაზანოებში ჭერები, რომელსაც ასევე ეგრეთ წოდებული skylight-ით აკვაპანელის ხელი ფილებით გავაკეთებთ, რომელიც ის 8 მმ-ია. ეს არის ძალიან კარგი მასალა, უნივერსალური მასალა არის, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს როგორც შენობის შიგნით, ასევე შენობის გარეთ. აქ განსხვავება იქნება მხოლოდ პროფილებს შორის დაცილებაში. ამიტომ დაცილება პროფილებს შორის იქნება 30 სანტიმეტრი, ხოლო შენობის შიგნით დასაშვებია 40 სანტიმეტრში გაკეთება ამ პროფილების. აქ ადრე ვარ ნამყოფ, მაგრამ ანუ ესეთი მოპირკეთება არ. ეს შუშა ხო? Instagram მახსოვს, ეთყობა განაახლეს. რაღაცა თანამედროვე გამოვიდა და კარგია, ხო? მოზაიკა ხო ავარჩიეთ. მოზაიკაც და სადაფილად, ხო? და მაგის მიხედვით გავაკეთე ესკიზები, როგორც დაკვირდი. უი, რა ლამაზი. ეს არის პეტრეს აბაზანა. აუ რა კარგია. და ეს აქ უჯრები და სათავსებით გამოვიდა. ხო, სათავსები, იმიტომ რომ აქ ცარიელი ადგილი რჩებოდა და მაინც რამეში რომ გამოგვეყენებინა და გამოვიდა ისე რომ ორ კედელზე არის მოზაიკა და მეორე ორ კედელზე არის უკვე სხვა ფილა, რომელიც ნუ კონტრასტს ქმნის. სხვათან შეიძლება ესე თაროები გაკეთდეს უბრალოდ აი აბაზანასთან. ნუ ესეც იგივე სტილშია. რა ლამაზია. ესეც ზუსტად იგივე სტილია, ოღონდ უკვე ყავისფერში. ესეთი გამოვა გაკრული, ხო აქ ძალიან მომწონს და ხო ეს ჩვენ ავარჩიეთ, ანუ დაახლოებით ესეთი ფერი არის და კი, გაკრულიც ეგეთი უნდა გამოვიდეს. ლამაზია. ეს ხო ისეთი ლამაზია, აბაზანაში სიამოვნებით გავაკეთებდი ეგეთი. აი შენი აბაზანა ბევრად ჯობია, მე თუ მკითხავ, იმიტომ რომ უკვე ცოტა სხვანაირი მეზობი გავარჩიე. უფრო ისეთია სხვანაირი ვიზუალის რა. ანუ აქ აბაზანის ოთახია, რეალურად ოთახია. აბაზანასთან ანუ აქ რო იყოს მოზაიკა ესე ორ კედელზე და აქეთ მხარეს უკვე ტრავერტინი გაუშვათ აი რაც 20-60-ზე გრძელი ფილები და ნუ მთლად ძალიან ყვითელი რო არ ყოფილიყო ყველაფერი ანუ აი აქ ეს კოლონები დავტოვოთ თეთრი რომ კონტრასტი იყოს ხო და ამას არ ვფუთავთ ჩვენ და ანუ გამოწევდი და ვითომ ხო ანუ არც ამ მხარეს და არც აქეთ ამ მხარეს აი მეორე მხარეს რო არის აი ესეც არ უნდა შეიფუთოს ეს დიდი ფილებია იატაკზე უფრო ვიდრე ბავშვების ოთახებში დიდი ფილები აქ 60-60-ზე გამოყენებული მაგრამ ეხა 40-40-ზე რო იყოს არანაირი პრობლემა არ აქვს ხო მაგრამ ლამაზია ეს დიდი რო ანუ უფრო მდიდრული თან ანუ ფართით საშუალებას გვაძლევს რომ დიდი ფილები გავუკეთოთ ეს რაღაცა ავეჯებით ჩამეთქი ხო ავეჯი ეს უფრო შეკვეთით უნდა გაკეთდეს იმიტომ რომ გავაკეთებინეთ ესეც ვერ ვიშოვით ალბათ ძალიან მომწონს ვიზუალურად ესე მაგრამ ეს რა ჩაუხუროთ შეიძლება იმიტომ რომ პრაქტიკული თვალსაზრისით რეალურად ისიც ლამაზი იქნება ესე კი უფრო ლამაზია მაგრამ ანუ უჯრიანი რაღაცა რო იყოს მაინც. კი, შეიძლება და ანუ თეთრი პანელი შეიძლება გაუკეთდეს. და ანუ განათებები ზედ სარკეებზე დამისვი, ხო? კი. და ნუ კარიშიდაც ხის ფერი იქნება, რა ფერისაც ეს ავეჯი არის. ეს შუშად რა კარგად გააკეთე შენ ხა აქ ოთხკუთხედი, ანუ ჩვენ ხო აქ რაღაცა დიაგონალზე გვინდა და რა გაგვაჭრა, მაგრამ ეტევა, ანუ ხო? კი, ეტევა, აი აქ პატარა ჭრილი გაკეთდება ესე, ანუ ეს მაშინ რომ მიხსნები. ხო. ესეთი ჭრილი არის, ეს დამაგრდება და ანუ კარი იქნება დაახლოებით 90. ძალიან მომწონს. კარგია. თან გამიხარეთ თუ მოგეწონა. ანუ შენიშვნებით კი არ მაქვს, ისე მომწონს. ძალიან კაი. შემდეგი ეტაპი რა არის? შემდეგი არის უკვე იატაკის ფერი, კედლების ფერი. და ნუ მე უკვე მისაღებო თვითონ კიბე და მისაღებო ოთახზე და საძინებლებზე უნდა გადავიდე უკვე რა. აი, გადავიდეთ. ჩვენ ვიყოფებით კომპანია Aqualine-ის მიერ განხორციელებულ კიდევ ერთ პროექტზე. აქ განლაგებულია ფინური საუნა და ორთქლის საბანო, ეგრეთ წოდებული steam room-ი. საუნა მოპირკეთებულია უმაღლესი ხარისხის ხის მასალით, აღჭურვილია წერტილოვანი განათებით და განსაკუთრებულია იმით, რომ მასში დგას შეშის ღუმელი.
სპა ზონაში ხშირად მონტაჟდება ცივი წყლის აუზი. ამ პროექტში ცივი წყლის აუზის ნაცვლად დამონტაჟებულია ცივი წყლის სათლი, რომელიც გამოიყენება საუნის სარგებლობის შემდგომ. ეს არის ორთქლის საბანო. იგი მოპირკეთებულია სერაფულის, ფაიფურის, რუხი და თეთრი ფერის მოზაიკით. მასში განთავსებულია კომფორტული სავარძლები და სარელაქსაციო განათება. იქიდან გამომდინარე, რომ ორთქლის საბანოში არის 100% ტენიანობა და მაღალი ტემპერატურა, ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა ტიპის მასალები გამოიყენება მისი მშენებლობა მოპირკეთების დროს. ჩვენ ვიყენებთ გერმანული კომპანია Sopros ფირმის მასალებს. წარმოგიდგენთ კატალოგს, სადაც ნაჩვენებია ჰიდროიზოლაციის წებოცემენტების და შემავსებელი მასალების ფუგის ნიმუშები. ასევე გამოყენებულია თბოსაიზოლაციო მასალები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ორთქლის საბანოს და საუნის მშენებლობის დროს. ანა სახლის დიზაინერთან ერთად კომპანია კაპაროლს ესტუმრა. გამარჯობა. გამარჯობათ. შავ. ანა ჩვენ ხო გარედათბუნებას და გარეფასადსაც კაპაროლი გვიკეთებს და ეს მე მგონი ეგ არის ხო? წარმოდგენილია დათბუნების სისტემის ნიმუში. არის პენოპლასტი გაკრული თავისი დუბლებით, ზემოდან ეკრობა ბადე ილესება თავის სპეციალური სალესი მასით, რომელსაც ქვია არმარენო. ზემოდან შეგვიძლია მოვაპირკეთოთ ბათქაშით ან დეკორატიული. უკვე ნებისმიერ ჩვენი არჩევის. ჩვენი არჩევის. ეს როგორია? დეკორატიული. ხო. ბათქაში შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომის, წვრილ ფრაქციანი, მსხვილ ფრაქციანი. ეს გარეთ გამოიყენება ეს მოაგურო? დიახ, ეს შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც გარეთ, ასევე შიგნით. ბათქაში შეიძლება იყოს ხაროვანი, შეიძლება იყოს ასეთ სწორი ზედაპირი და სხვადასხვა ზომის, რა თქმა უნდა. ნებისმიერი სურვილის დაკმაყოფილება შესაძლებელია. არის 30 მმ-იანი კენჭები, ამაში არის 50 მმ-იანი კენჭები, ეს უფრო სკელ ფრაქცია. მე ესე ვიზუალურად შეიძლება მივხვდეთ, აი ეგრე ვერ ვხვდით. ვიზუალურად მივხვდებით. ჩვენ ხა მოვედით, რომ ანუ გარემოპირკეთება ვიცით, რომ იდეალური გაკეთდება და შევარჩათ და შიგნით ინტერიერისთვის შევარჩათ იქნებ შპალერები, საღებავები და ასე შემდეგ. არსებობს მრავალფეროვანი დეკორატიული დანაფარები და წამოვბრძანდით გაჩვენებთ. მადლობა. მობრძანდით ახლა გაჩვენებთ მე თქვენ კატალოგებს და გათვალიერებინებთ დეკორატიულ ნიმუშებს. ჩვენ გაგვაჩნია ესეთი ექსკლუზიური დეკორატიული შესაღები შპალერები. ეს შპალერები ვიცი, მე ვიცი, რომ პირველი სეზონიდან და ძალიან მომწონდა მაშინაც და კარგი იქნება თუ გამოვიყენებთ. ნებისმიერ ფერზე შეგვიძლია თან შევყავოთ. კარგი, დიახ. შეიძლება შეიღებოს ნებისმიერ ფერზე, აირჩევთ ფაქტურას, რომელიც მოგეწონებათ და გაგეხარდებათ და შეღებავთ ნებისმიერ ფერში. აი ხა დათო ყოფილიყო აქ იტყვა და რა კარგი იქნება და სამი არ ფერი რა ყოფილიყო, ადუა დაირჩევდა ანაო. ხავარ დაახლოებით ხო ვიცით ჩვენ რა ფერები გვინდა. აი მონაცრის პრომოულ დროს რო ვეძახი. აი ეს მომწონს ყველაზე მეტად. გავს ეგ ორი ძალიან ერთმანეთს. მე ცოტა მუქია უფრო მეტი ლურჯი პიგმენტი აქვს. ეს და ეს. არა, უფრო თბილი რა იყოს ჯობს აი მგონი. მე მოდი ფაქტურები ვნახოთ, რა საინტერესოა. ეს ხო შეღებილია. და ის სხვადასხვა ფერით როგორ ჯდება? იღებება სპეციალური საღებავით, ლაზურით, რომელიც შეგვიძლია შევფერადოთ ნებისმიერ ფერში. კვარცული ქვიშა იწოვს უფრო მეტ საღებავს და მოქცევა. ქაღალდი იწოვს უფრო ნაკლებ საღებავს და მოწმენდის ტექნიკით ქაღალდზე უფრო კარგად ადვილად იწმინდება საღებავი ვიდრე კვარცულ ქვიშაზე. შესაბამისად, კვარცული ქვიშა რჩება მუქად და ქაღალდი ღიად. ლივინგ რუმში დიდი ოთახის რაღაც ეს ფაქტურული ხوار გავაკეთოთ. ნაწილი შეიძლება ანუ ერთი კედელი გაკეთდეს და მეორე ცოტა სხვა ფერი, რომ კონტრასტი იყოს. და ეს ვითამაშოთ ამ ფაქტურებით და ფერებით. სტუმრის აბაზანაში, ანუ იქ ხო აბაზანა არ გვაქვს, მარტო ის დგებას. ერთი კედელი რო გავაკეთოთ. კომპანია დიო მომავალ წელს ხდება 20 წლის. აკვალაინი წარმოადგენს კომპანია სიდეკის პროდუქციას. შეგვიძლია შემოგთავაზოთ კიდევ ვენეციური დანაფარები. აბა ეგ რა არის? ეს არის ვენეციური დანაფარების კატალოგი. არის ესეთი დეკორატიული მასალა ინტერიერის.
ეს ცოტა პრიალაა. ცოტა პრიალაა, დიახ. და ეგეც ადულად იწმინდება. აი სამზარეულოში მაგ ჩემს მეგობარს მაგალითად. ეგ აბაზანაში თუ შეიძლება სულ წერტილში გაკეთდეს. ანუ უშუალოდ შხაპის ქვეშ არა ბუნებრივია, მაგრამ აი სადაც ხელსაბანი ინდიკატორი არის. ხო, არა, შეიძლება. შესაძლებელია, მაგრამ სადაც უშუალოდ შხაპი არის, იქ აუცილებლად ჯობია გაკეთდეს კაფე. არ ეგეთ რაღაცა დეკორები რო გაკეთდეს შიგნით უშუალოდ სახლში. არსებობს, დიახ, ეგეთი დეკორები არსებობს, შეგვიძლია გააკეთოთ ტრავერტინის ფაქტურა, საკმაოდ ლამაზია. აი, ტრავერტინი რო გინდოდა. ტრავერტინებიდან ნატურალური, მაგრამ ფაქტურა შეგებოთ როგორც ტრავერტინის ფერში, ასევე ნებისმიერ სხვა ფერში შეგიძლია გადაგაკეთოთ. რა მაგარია. ეს ახლა გალესილი ეს ეს გალესილი არის, დიახ, შეგიძლიათ დახაზოთ, შეგიძლიათ გააკეთოთ დახაზვის გარეშე. შემიძლია ეს დახაზვა რამდენ სანტიმეტრშიც მინდა იმაში გავაკეთოთ, შე როგორც დახატავისე. გავაკეთოთ ხაზები, ამ ხელს გვინდა. და ეგეთი რაღაცა შეიძლება, მაგალითად მე მოვიტანო ნატურალური ტრავერტინის პრინტი და ისეთი რო გაკეთდეს. ანუ ფაქტობრივად ჩვენთან თანამშრომლობენ დიზაინერები, ხელოსნები, რომლებიც ესე ვთქვათ, ხატავენ კედლებს და ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლიათ ზედაპირს. კაი, ესეთიც რა იყოს მე მაინც. ესეთი კაია ძალიან, კი. ეს საკმაოდ გამძლეა, შეიძლება გაკეთოს აბაზანაში, არა შეიძლება ხო აბაზანაში. ანუ ეს უშუალოდ შხაპის ქვეშაც შეიძლება? იცით რა, მაინც რეკომენდებული არ არის. მაგრამ ძალიან მე მიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება, ეს ამოცანა ამოვხსენით ჩვენ, ანუ რას ვიზავთ იმაში. ანუ ტრავერტინი გადაწყდა, რომ ესეთი გეთდება. ხო, არა? და ის ფერი მე რა მომეწონა ტრავერტინის ის ფერი. დავსვათ ამას. ფერს ხო დასვავთ? თავისთავად დავსვათ. ნებისმიერს. გიმხელარჩევანია, რომ იმდენი რაღაცა მომწონს, ყველა ვარიანტში რაღაცებს შევარჩევთ, არა? ეს იღებება? დიახ, იღებება. ესეთი ფერიც კი მომწონს ახლა როგორიც. რო არ შევღება შეიძლება? შეიძლება რომ ანუ ისეთ შეიძლება რომ დარჩეს, ხო? საღებავი რითიც იღებება არის ეკოლოგიურად ზუსტად, ამიტომ არანაირი პრობლემა არ არის ბავშვების ოთახში ამის გაკეთება. სალათისფერი, აი რო გინდოდა. მე კარი მინდოდა სალათისფერი და ესეთი არა. მოუხდება. შეგვიძლია შემოგთავაზოთ კიდევ სხვა დეკორატიული დანაფარები. აუზანით გაჩვენებთ აი ამ კედლებზეა წარმოდგენილი. ანუ ეს არ არის ქვა, ეხლა ნამდვილი? არა, ეს არის თაბაში მოყავთ ამოწეული დონეები, რომელიც ზემოდან დამუშავებულია ჩვენი მასალებით. როგორ გავს არა ნატურალურად? ხო, ნამდვილი ვიქნა. ყველა ადგილი სხვადასხვა მასალით არის დამუშავებული და სხვადასხვა ფაქტურა არის ზემოდან. და ნუ ფერიც განსხვავებულია ყველას. მე მგონი ტრავერტინზე აი ის ფერი კიდევ უფრო კარგია. თუ არა? მე მგონი შუა ჯობია, აი ეს. ხა. და აი ეს რა დამუშავებაა? ესეც ერთ-ერთი ჩვენი ინტერიერის დეკორატიული დანაფარია, ბათქაშია. ცისადუქი. შეგვიძლია დავხაროთ მარტო ოქროს ეფექტი, შეგვიძლია ვერცხლის ეფექტი დავხაროთ, ან ორივე ერთად შეიძლება. აქ ორივე ერთად არის. აქ ორივე ერთად არის წარმოდგენილი. სტუმრის აბაზანაში. ანუ იქ ხო აბაზანა არ გვაქვს, მარტო ის ტკეპას. ერთი კედელი რო გავაკეთოთ სტუმრის აბაზანაში ეგეთი. ხო, ეგ შემითხარი რომელიც პრობლემაზე იქნება. ჩვენ კიდე ანუ დეტალურად ახლა რომ ავარჩიოთ შპალერები და ფერები, მოვალთ კიდე ერთხელ თუ შეიძლება, ხო? შეგაწუხებთ. ძალიან დიდი მადლობა ექსკურსიისთვის. კარგად. ნახვამდის. კარგად. კომპანია ჯეოლენდმა სახლის გარე და შიდა აზომვითი სამუშაოები ჩაატარა. ჯეოლენდი დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა კარტოგრაფიის და გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. მას არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს შესრულებული. კომპანია გეონოვაციამ სახლის სახურავზე სამღებრო სამუშაოები დაიწყო. ალქიმიკის ბრენდის ჰიდროსაიზოლაციო საღებავები გამოიყენება სამშენებლო სფეროში ზედაპირებისთვის წყალგაუმტარი თვისებების მისანიჭებლად. კერძოდ ყველა ტიპის სახურავზე, ტერასებზე, ხიდებზე, აივნებზე, გვირაბებზე, აუზებში და ყველგან, სადაც წყლის პრობლემაა. საღებავები ანტიბაქტერიული და ანტიკოროზიული თვისებებით ხასიათდება. ასევე გააჩნია სამუშაო ტემპერატურის ფართო დიაპაზონი, მაღალი ელასტიურობა. ქმნის ერთიან თლიან მემბრანას. აქვს მაღალი ხარისხის დამადასტურებელი ყველა ევროპული სერტიფიკატი და მწარმოებლის 25 წლიანი გარანტია. კომპანია გეონოვაცია ჰოლდინგმა გადაწყვიტა სახლის მფლობელს გადასცეს
ოქროს ბარათი. სანამ გადმოგცემთ, მინდა თქვენს და მაყურებელსაც შევახსენო იმ სიახლის შესახებ, რაც ჩვენ გვაქვს ჩვენს ოქროს ბარათთან დაკავშირებით. ანუ ეს არის თუ თქვენ შეიძენთ თბოსაიზოლაციო, ხმის საიზოლაციო და ჰიდროსაიზოლაციო მასალებს 1500 ლარის ოდენობით, თქვენ გახდებით ოქროს ბარათის მფლობელი, უნიკალური მომხმარებელი, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში გექნებათ 5-10% ფასდაკლება ყველა პროდუქციაზე. 5%-ის ფასდაკლება იქნება ჰიდროსაიზოლაციო მასალებზე, 10%-ის ფასდაკლება იქნება თბოსაიზოლაციო მასალებზე, ოღონდ აქაც ხდება ასეთი დიფერენციაცია, რომ თუ მასალა კვადრატული მეტრი ღირს 10 ლარის ქვემოთ, იმ შემთხვევაში არის 10%, თუ 10 ლარის ზემოთ არის კვადრატული მეტრის ღირებულება, ამ შემთხვევაში აქაც 5%-ის ფასდაკლებას მიიღებთ. ძალიან დიდი მადლობა. თან ნახეთ, ეს არის ოქროს ბარათი, რომელსაც აქვს ნომერი და ეს არის 001. ანუ პირველი მფლობელი ამ ბარათის. ჩვენ სახლში კომპანია გეონოვაციის დახმარებით მოვაწყვეთ სახურავი, გავაკეთეთ მისი თბო და ჰიდროიზოლაცია და უკვე ხვდები, იმიტომ წინა სახლთან შედარებით იქ რა გავაკეთე, რომ ეს პერსპექტივაში სერიოზულ შედეგს მომცემს. თქვენ ნამდვილად კარგი არჩევანი გააკეთეთ, ბატონო დავით. ერთ შეკითხვას დაგისვამთ, ანუ წლის განმავლობაში, აი ყველაზე ცივ პერიოდში, თვეში რამდენი დანახარჯი ქონდა გობაძის წინა სახლში, რომელიც იყო სადღაც მისი კვადრატულობა იყო 250 კვადრატული, თვეში მომდიოდა 6700 ლარი გაზის გადასახადი მხოლოდ. მინდა გაგახაროთ, რომ ჩვენი მასალის გამოყენების შემთხვევაში თქვენ 50-60% ნაკლები გადასახადი მოგიწევთ ყოველ თვეში. ფაქტიურად გამოდის, რომ დეკემბერში დაგირეკავთ შედეგს მივიღებთ. გამოდის, რომ თქვენ ფაქტიურად იძენთ მასალას და იღებთ მოგებას, რა თქმა უნდა. ასევე შეიძლება ითქვას ეს ჰიდროსაიზოლაციო მასალებზე, ზოგადად როგორც ვიცით, წყალი სახურავიდან ჩამოდის, ტერასიდან, მეზობელთან გადადის, ანუ ძველი წერტილებიდან სადაფებში გროვდება და ძალიან ცუდი შედეგები მოაქვს. მშენებელმა ზოგადად ხონდა გაითვალისწინოს ჰიდროიზოლაციის პრობლემები, ხშირ შემთხვევაში ეს უხარისხო მასალებით ხდება, ჩვენს შემთხვევაში ალქიმიკის ბრენდის მასალებით ამ პრობლემას მარტივად ვაბარებთ, აქაც მიიღებთ თქვენ იმ შედეგს, რომ იქნებით მშვიდად, იქნებით წყნარად, რადგან არ მოგიწევთ გამოსვლა თქვენი ტერასის. ძალიან დიდი მადლობა და გეონოვაციამ არა მარტო სახურავზე გაგვიწია დახმარება, გეონოვაცია ასევე გვიკეთებს ჩვენ, გვეხმარება შესასვლელი გზის ბეტონის სამუშაოების ეგრეთ წოდებულ მოსწორებაში. ჩვენი ბეტონის პარტნიორი რა თქმა უნდა არის ჰაიდელბერგი და ის გვაწვის ბეტონს და ცემენტს, მაგრამ გეონოვაცია იქნება ის კომპანია, რომელიც ამას მოასწორებს ისე რომ გზა იყოს სწორი და ლამაზი და არ დასკდეს და ასე შემდეგ. ჩვენი უპირატესობა არის სწორედ სერვისის მაღალი ხარისხი, როგორც სამრეწველო ატაკებში, ასევე ჰიდროიზოლაციაში, ხოლო თბოიზოლაცია უკვე მოგახსენეთ, ფრავხალა დანაზოგს აკეთებთ ამას გამოყენების შემთხვევაში. გისურვებთ წარმატებებს, ბატონო დავით. ვნახოთ რა გამოვიდა. ესკიზების ეთილამაზე იყო რა. ეს ისეთი უნდა გამოვიდეს. ოი, რა სილამაზეა. ჩვენ ერთადერთი ხა ფუგები გვაქვს გადასაწყვეტი. ნუ აქეთ ვიცით და ძირს ალბათ მუქი ფუგა ხო? ხო, ან ძირს ან მაინც დაისვება და ჯობია მუქი გავაკეთო. თან რაღაცა ლამაზია ეს მუქი უხდათ. აქეთ ღია ხო? ხო, ანუ კედელზე ღია. ხო, ფერი კარგად გასნა. ძალიან ეს გამოვიდა. და ისე უფრო დიდი გამოჩნდა თითქოს აბაზანა, ხო? მე ეს მოზაიკა მომწონდა ის რაც, მაგრამ გაკრული თუ ესეც ლამაზი გამოვიდა, კიდევ უფრო კარგია, ხო? გაკრულის სხვა ეფექტია საერთოდ. ეს ძალიან თეთრად იქნება ყველაფერი ეს ფუგებით. თალღა ინათელი არის, რომ ღია შენ კიდე ხატული მუქი ქონა, ჩვენ ვერ ვიშოვეთ თვალ ისეთი ფილა, მაგრამ რაღაცა თითქოს უფრო დიდი გამოჩნდა ამის ხარჯას ისე რა. ეს ფერი ძალიან ლამაზია, ნაცრისფერს ვნახოთ. მე რაღაცა ნაცრისფერი უფრო მომწონდა თითქოს თვითონ მოზაიკა. ნაცრისფერი. მაგრამ ეს ძალიან ლამაზი გამოვიდა. აბა ნაცრისფერიც რა ლამაზია. ხო, ეს ზუსტად ისეთია, როგორც გავაკეთე. კარგია, ძალიან ლამაზია. მე მომწონს. ეს ფერი რაღაცერად ისეთია. ხო, მოზაიკაც მოვუხდა კაფელს. გაკროლიც კარგია, ხო? რა სიტყვა? კი, კარგად გავაკეთე. ხო.
კომპანია Aqualine გთავაზობთ აუზის გარე და შიდა მოპირკეთებისთვის საჭირო ყველა სახის პროდუქციას. ეს აუზი მოპირკეთებულია კომპანია Serapulis ფაიფურის მოზაიკით. ასევე გარშემო პერიმეტრი მოპირკეთებულია სპეციალური ანტისლიპით, კონკრეტულ შემთხვევაში აი ამ ფილით. კომპანია Serapulis აქვს ანტისლიპების ფართო არჩევანი, რომლის ნაწილიც აქ არის წარმოდგენილი. ასევე აუზის გარშემო პერიმეტრი შესაძლებელია მოპირკეთდეს დეკით. Aqualine წარმოადგენს კომპანია SIDEC-ის პროდუქციას, რომელსაც აქვს ფერების ფართო ასორტიმენტი, არის ყინვამედეგი და ასევე ანტისლიპი და გამოირჩევა იმით, რომ მარტივად შეიძლება ნებისმიერი ფილის დემონტაჟი და მონტაჟი. ეს აუზი აღჭურვილია მოძრავი სახურავით, ეგრეთ წოდებული პავილიონით. პავილიონის უპირატესობა მდგომარეობს მაშინ, რომ წლის ნებისმიერ პერიოდში შეგვიძლია აუზის გამოყენება. ასევე წყალს იცავს დაბინძურებისგან და მინიმუმამდე დაყავს წყლის ტემპერატურის დანაკარგი. დიოს აქვს თანამედროვე ტექნიკურად აღჭურვილი საწარმო, რაც საშუალებას იძლევა ადგილზევე დამზადდეს პროდუქცია ევროპული მასალისგან. კომპანია დიომ უკვე დაამზადა და დაამონტაჟა მეორე სართულის კარფანჯრები. ეხლა მიმდინარეობს პირველი სართულის კარფანჯრების დამზადება პროცესია. კარფანჯრები დამზადებულია გერმანული ალუპლასტის ფირმის მასალებით, რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით. ეს კარფანჯრები არის 5კამერიანი, რომელიც უზრუნველყოფს ხანძლივ მუშაობას და თავის მხრივ გამოირჩევა ძალიან კარგი გრადობით და თოიზოლაციით. თქვენ ხედავთ, რომ მზადდება სლაიდის ტიპის ფანჯარა, რომელიც ძალიან პრაქტიკულია და ძალიან კარგი მოსახმარია. კომპანია დიო მომავალ წელს ხდება 20 წლის. ჩვენ დავიწყეთ ამ დანადგარებით და გადავედით დღევანდელ დღეს უკვე ვართ ახალი ტიპის დანადგარებზე. დანადგარები გერმანული ურბანის ფირმის გახლავთ. წარმოგიდგენთ ჰორიზონტალური ჟალუზების წარმოებისთვის განკუთვნილ 3 ტიპის დანადგარს. პირველ დანადგარში ჟალუზის ლენტი იმართება ხელით. მეორე გახლავთ უფრო თანამედროვე და ნახევრად ავტომატიზირებული. ბოლო უახლესი დანადგარი კი ზომების მითითების შემდეგ ავტომატურად ჭრის ლენტს და კიბე თოკებში ალაგებს ფირფიტებს. ამ უკანასკნელმა შრომა გაანახევრა და დროის 50% დაზოგა. არსებობენ სხვა ბამბებიც, მაგრამ შემკვრელის ხარჯზე ჩვენი ბამბა გაცილებით უკეთესი. მე პეტრე ვარ. მიყვარს ჭამა და სიცილი. ეს ჩემი პრინცესა დაიკოშა. ელენე. 13 წლისაა და ძალიან ჭკვიანია. ეს ჩემი ძმა ლუკა. ლუკა ძალიან დიდია, მალე სტუდენტი გახდება. ეს ჩემი დედიკოა, ანა. ხო ვიცი, მე ყველაზე ლამაზი დედიკო მყავს. ეს ჩემი მამიკოა, დავით იმედაშვილი. ამიტომ ჩვენ ყველანი იმედაშვილები ვართ. ჩვენ ერთად ვაშენებთ სახლს.